Hi everyone, მოგესალმებით ყველას. დღევანდელი გაპროექტის თემა არის პიროვნების გაცნობა, introducing a person. და ვიწყებ შეკითხვის დასმით, who is this? ვინ არის ეს? Who არის კითხვითი სიტყვა, ვინ, is არის, this ეს ჩვენებითი ნაცვალსახელია. პასუხი კი ამ შეკითხვაზე უნდა დაიწყოს this is და პიროვნების სახელი და სტატუსი. მაგალითებში განვიხილოთ. Who's this? ვინ არის ეს? This is Barneyfield. He's a taxi driver. ეს არის Barneyfield-ი, ის ტაქსის მძღოლია. Who's this? ვინ არის ეს? This is Nick Harris. He's a mechanic. ეს არის Nick Harris-ი, ის არის მექანიკოსი. Who's this? ვინ არის ეს? This is Jessica Green. She's a server. ეს არის Jessica Green-ი, ის ოფიციანტია. Who's this? ვინ არის ეს? This is Otis Jackson. He's an artist. ეს არის Otis Jackson-ი, ის არის მხატვარი. Who's this? ვინ არის ეს? This is Ulla Hecking. She's a movie star. ის არის Ulla Hecking, ის არის კინოვარსკვლავი. Who's this? This is Maria Miller. ვინ არის ეს? ეს არის Maria Miller. Is she a doctor? Is ექიმია? Yes, she's a doctor. დიახ, ის ექიმია. დავაკვირდეთ აქვე შეკითხვას. Is she a doctor? She is a doctor. ის ექიმია, კითხვებში ყოფნაზნა გაუცვალა ადგილი პირის ნაცვალსახელს და თავში წარმოდგა პირველ სიტყვად. Is she არის is ექიმი. Is she a doctor? Who's this? ვინ არის ეს? This is May Long. ეს არის May Long. Is she a doctor too? ისიც ექიმია? დავაკვირდეთ აქაც. Is she a doctor too? ისიც ექიმია? No, she's not. She's a dentist. არა, არ არის ის სტომატოლოგია. შეკითხვაში სიტყვა to წარმოადგენს ც ნაწილაკს. ისიც. Is she a doctor too? ისიც ექიმია? Who's this? This is John Bascom. ვინ არის ეს? ეს არის John Bascom. Is he a professor? ის პროფესორია? No, he's not. არა, არ არის. He's a banker. ის ბანკირია. Who's this? ეს ვინ არის? This is Peter Smith. ეს Peter Smith-ია. Is he a banker too? ისიც ბანკირია? No, he's not. He's a lawyer. არა, არ არის, ის იურისტია. დღეისათვის სულ ეს იყო, დასრულია ეს ყველაფერი თქვენთვის მოინიშნოთ, რამდენჯერმე უყუროთ ამ ვიდეოს და გააკეთოთ ჩანაწერები იმისათვის, რომ გრამატიკულად, გამართულად შეეძლოთ მომავალში საუბარი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. შევხვდებით მომდევნო კვირაში.